მოგესალმებით ყველას. გავაგრძელოთ იოანეს სახარების განმარტება. წინა საუბარში ჩვენ მივედით მერვე თავის ბოლომდე. გაგახსენებთ მოკლეს მერვე თავის შინაარსს, როდესაც ქრისტე იხსნა მრუშობაზე წასწრებული ქალი სიკვდილისაგან, კარობის დღესასწაულზე და შემდეგ ამბობს მე ვარ ნათელი სოფლისა. ვინც გამოყვება მე არივლის ბნელში, არამედ ექნება ნათელი სიცოცხლით. ნახეთ, მე ვარ ნათელი სოფლისა. მეცხრე თავიც აი ამ ნათელზე საუბარით გრძელდება. ანუ ნათელია მთავარი თემა, მეცხრე თავისაც. ოღონდ ნახეთ, ქრისტე როდესაც რაიმეს ამბობს, აი მაგალითად ამბობს, მე ვარ პური სიცოცხლისა, რომელიც ჩამოვედი ზეციდან. იმას წუთში ამას ადასტურებს რითი? მაგალითად 5000 კაცი მან განაძღო 5 პურით. ანუ ძლევამოსილის სასწაულებით ქრისტე ადასტურებს იმას, რასაც ამბობს. ხომ ასეა? როცა ამბობს მე ვარ ნათელი სოფლისა, მე შემიძლია ნათელი მოვანიჭო ადამიანს შემეცნებისა, ღმერთის შემეცნებისა, აი აქ მეცხრე თავში უკვე ძლევამოსილის სასწაულით ამ სიტყვას ადასტურებს, როცა შობიდან ბრმა კაცს ის აუხელს თვალის ჩინს მისცემს და შემეცნებას მისცემს ასევე ღმერთისას. ასევე წინა თავში, მერვე თავში ის იყო მნიშვნელოვანი, რომ გავიხსენოთ, რაზე იყო საუბარი, რომ მისი ქრისტეობა, რომ ის ქრისტია იწამა ბევრმა იუდეველმა, მაგრამ მათ არ ისურვეს მის სიტყვაში დამკვიდრება. მისი სიტყვების მორჩილება მათ არ ისურვეს, ამიტომაც უარყვეს შემდეგ იგი. როცა ეუბნება ქრისტე, რომ თუ ჩემს სიტყვაში დარჩები, დაემორჩილებით ჩემს სიტყვას, ყურს დაუგდებ და მოусმენ ჩემს სიტყვას და დამკვიდრდებით ჩემს სიტყვაში, მაშინ შესმარდეთ ჩემი მოწაფეები ხართ. და ისინი იწყებენ მასთან კამათს. არ უნდათ მის სიტყვების მორჩილება, მის სიტყვების დაჯერება არ უნდათ და ბოლოს იქამდე მიდიან, რომ ქვევს წამოკრეფენ, რომ ჩაქოლონ იესო ქრისტე. და ქრისტე ეუბნება, რომ თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, მათ თავი მოაქვთ ამაღით, რომ ისინი აბრაამის შვილები არიან. თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, ამას არ გააკეთებდით, რადგან აბრაამმა იწამა ჩემი მოსვლა. მან იხილა ჩემი დღე აბრაამმა, მამამ თქვენ აბრაამმა იხილა ჩემი დღე და გაიხარა. და ისინი ეუბნებიან, შენ როგორ 50 წლისაც არ ხარ და აბრაამი როგორ გინახავს და ქრისტე ეუბნება, აბრაამი სანამ იქნებოდა მე ვარ, ამბობს ამ ღვთაებრივ სიტყვას, რომ ის უწინარეს მას აბრაამზე მყოფია მარადიული ღმერთი. ანუ ებრაულ ბერძნულში როგორც არის ყოფი, მარადიულად მყოფი უცვლელი ღმერთი. და როდესაც მისი ჩაქოლვა დააპირეს, მერვე თავი ასე დამთავრდა, ქრისტე უჩინარში ვერ შეახეს მას ხელი, რადგან ჯერ დრო არ იყო მოსული მისი ჯვარცმისთან, გაიარა მათ შორის, გამოვიდა წადრიდან და წავიდა ასეო, აი ეს წერია, წავიდა ასე. ხეთ უარყვეს იგი, არ დაემორჩილა მის სიტყვას და დაკარგეს მესია, იესო ქრისტე. და შემდეგ იწყება აი ეს თავი, რომელსაც ქვია ბრმად შობილი კაცის განკურნება. შობიდან ბრმის განკურნება. ეს ძალიან ცნობილი ადგილია მთელს ქრისტიანობაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ამისი შინაარსის გაგება. რაზეა ლაპარაკი აქ? სასწაული რეალურად აღსრულდა, რეალურად ბრმა კაცს თვალი აეხილა, მხედველობა დაუბრუნდა, მაგრამ ამავდროულად, ნახეთ რა ხდება, თვალებით რომ გამოუჯანსაღდა და დაინახა, ხედვა დაიწყო, მან ასევე შეიცნო ქრისტე. იმავდროულად მას მოუვიდა ღმერთის შემეცნება. ამისი ჩვენება უნდა ქრისტეს, რომ ღმერთის დანახვა არც ერთ კაცს არ ძალუძს. ხორციელად დედის მუცლიდან შობილ არც ერთ კაცს არ შეუძლია ღმერთის დანახვა. თუ ღმერთმა არ დაუხილა მას შემეცნების თვალებს, გესმით? აი გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა. აი ჩვენი ადამიანი, ჩვენ თავი გავიხსენოთ, ჩვენ თავის დავგვირდეთ. როდის დაიწყეთ ღმერთზე ფიქრი? მაგალითად ბავშვი როცა დაიბადება, თუ არა რამოდენიმე დღის ბავშვიც კი ინსტინქტურად იწყებს წოვას, ხო, ძუძუს წოვას, ხო, მას ეს ინსტინქტი აქვს ჩადებული, რომ ხო გინახიათ როგორ იწყებს ბავშვი, აი რომ მან რაღაცა უნდა მოწოვოს და შეჭამოს, რძე რომ უნდა დალიოს, იცის ეს მან. მაგრამ ღმერთი ჩვენ არ ვიცით დაბადებიდან. ღმერთი ასე არ არის.
სანამ ღმერთი თვითონ არ მოგვიწოდებს და თვითონ არ აგვიხელს თვალებს რომ ის ვიხილოთ, ჩვენ არაფერი ღმერთის შესახებ არ ვიცით. იმიტომ რომ დაცემული ბუნება გვაქვს ჩვენ. დაცემულია ჩვენი ბუნება, ნაკლულია აი ამ პირველქმნილი ცოდვისგან და დაზიანებულია ადამიანს და ევას რაც შეემთხვა და ამიტომაც ჩვენ ღმერთს ვერ ვცნობთ თუ მან თვითონ არ აგვიხილა თვალი. ხედავთ, აი ეს არის ამ თავში ნაჩვენები, რომ ქრისტე მიხილა ბრმაკაცი და მისცა მას მხედველობაც და ღმერთის შემეცნებაც. მაგრამ მანამდე მე მინდა რამოდენიმე ძლიერი ადგილი წაგიკითხოთ ნათელს რაც შეეხება. ეს იოანეს სახარებაც თვითონ ამაზეა, რომ ნათელი მოვიდა ამ ქვეყნად, ამბობს იოანე და ზოგმა იმდენად შეიყვარა ბნელი, რომ არჩია ბნელი ნათელს. ნათელი მოვიდა ამ ქვეყნად ქრისტეს სახით. ნახეთ, როდესაც სამყაროს შექმნა იწყება ბიბლიაში. პირველ თავში, ბიბლიის პირველ თავის პირველივე მუხლებში, რას ამბობს ბიბლია, რომ სამყარო იყო უსახო და უდაბური და ბნელი იდო უფსკრულზე. აი ამ რაღაც სიბნელეში, აი ამ სამყაროში, ხო, აი ამ კოსმოსში, გალაქტიკაში, ითიც ქმნიდა ღმერთი ამ იმას, ხო? აი ამ პირველ საწყისში, რაც ღმერთმა, ნახეთ, თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცა და მიწაო. ღმერთმა შექმნა გაყო ეს ცა და მიწა ერთმანეთის, ეს მატერია გაყო ცისგან, ხო? მაგრამ ეს იყო ბნელი, ნათელი არ იყო მასში. და თქვა ღმერთმა, პირველ დღეს რას ამბობს ღმერთი? იქმენ ნათელი და იქმნა ნათელი. ღმერთმა პირველი შექმნა ეს ღვთაებრივი ნათელი, რომელიც მოეფინა სამყაროს. მზე და ვარსკვლავები და მთვარე ეს შემდეგ დღეებში იქმნება. მზე კი არ არის გამანათლებელი, არის ის ღვთაებრივი ნათელი, რომელიც ღმერთმა შექმნა, აი ის არის ნათელი სოფლისა, რომელიც ღმერთისგან გამოდის და არა მატერიალური მზე. გესმით? ასევე ნახეთ, ნათელი, რომელიც ჩვენი თვალებიდან ჩვენ ვხედავთ, შუქი, ეს კი არ არის ნამდვილი ნათელი, ეს მატერიალური, სხეულებრივი ნათელია. არამედ ნამდვილი ნათელი რა არის? რომელსაც ღმერთი გვაძლევს ჩვენ. ღვთაებრივი ნათელი, რომელიც შემოდის ჩვენში ღმერთის შემეცნების, აი ის არის ნამდვილი ნათელი. ნახეთ, ამას ძალიან კარგად ამბობს შემდეგ პავლე მოციქული. უყურეთ, ეს არის მეორე კორინთელთა 4 თავში. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელი და ნათლის გამომწყინება, რაც ჩვენ წავიკითხეთ პირველ დღეს და სამყაროს შექმნისას. მან ბრძანა ბნელი და ნათლის გამომწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც გასხივოსნებულია იესოს სახე. აი იმავე ღმერთმა, რომელმაც ბნელი და ნათელი გამოაბწყინა, ჩვენს გულებშიც გამოაბწყინა ნათელი ღმერთის შემეცნების, რათიც აი ამ გაბწყინებულია ქრისტეს სახე, ანუ ქრისტეში ვხედავთ ჩვენ ღმერთის შემეცნების ნათელს. მხოლოდ და მხოლოდ, გესმით? თუ ქრისტეს შევიცნობთ, ხედავთ იმ ღვთაებრივ ნათელსაც. ნახეთ, კიდევ ერთი ადგილია, ეს არის პეტრე მოციქულის პირველი ეპისტოლეს მეორე თავის 9 მუხლი. ებრაელებს წერს პეტრე, ებრაელებს, აი ამ წერილით. ხოლო თქვენ ახართ რჩეული მოდგმა. სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ხალხი წილხვედრი, რათა აუწყოთ ყველას მისი სათნოება, ვინც ბნელიდან გამოგიხმოთ, რათა გეხილათ მისი საოცარი ნათელი. ბნელიდან გამოგიხმოთ, რათა გეხილათ მისი საოცარი. თვით ებრაელებიც კი ქრისტეს გარეშე ბნელში იყვნენ მაინც ღმერთის შემეცნების. გესმით? თუმცა მათ რჯული მიცემული ჰქონდათ მოსეს რჯული, მაგრამ ქრისტეს გარეშე ბნელში იყვნენ, არ იცოდნენ ღმერთი ბოლომდე ვინ არის. გამოგიხმოთ, რომ იწამოთ ქრისტე და იხილოთ ღმერთის ნათელი. ასევე ნახეთ, ეფესელთა მიმართ ეპისტოლის 4 მუხლში ამბობს, მეოთხე თავის მე-17 მუხლი. ამას ვამბობ პავლე მოციქული უნდა ეფესელებს. ეხლა ეს ებრაელები კი არ არის, ეფესოელები არიან, ბერძნული სამყარო. ეფესოელებს ეუბნება, ამას ვამბობ და მოწმობ უფლის მიერ, რათა აღარ იარებოდეთ, როგორც იარებიან დანარჩენი წარმართნი თავიანთი გონების ამაოებით. მე არ მინდაო, რომ ამას იმიტომ გასწავლით, რომ წარმართებივით, ან ურწმუნო ხალხივით გონების ამაოებით არ დადიოდეთო,
გონება დაბნელებულნი, საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრების და გულქვაობის გამოისობით. ნახეთ, ვინც ურწმუნოა ქრისტეს მიმართ, ამაოებას ემსახურება მისი გონება, დაბნელებული გონებით, ამაო საქმის მსახურებით მხოლოდ და უმეცრების და გულქვაობის გამოისობით. არ მინდა რომ ასე იყო თქვენ ამბობს პავლე მოციქული. ნახეთ რა არის საინტერესო აქ? საღმრთო სიცოცხლისგან გაუცხოვებულნი. თუ ამ ნათელს ვერ ხედავ, საღმრთო სიცოცხლისგანაც გაუცხოვებული ხარ. ნახეთ, აი ახლა მივდივარ ჩვენს სახარებასთან, იოანეს სახარებასთან. იოანეს სახარებით ჩვენ ხო პროლოგი რო გავიხილეთ, ხომ გახსოვთ? და პირველ თავში პროლოგი რო განვიხილეთ. იქ რა იყო ნათქვამი, ნახეთ? დასაბამიდან იყო სიტყვა, ანუ ძაღმერთი, სიტყვა ღვთისა. და ის იყო ღმერთთან და ის იყო თავად ღმერთი. და შემდეგ ამბობს, აი ამ სიტყვაში, ძაღმერთში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა. სიცოცხლეს, რომელსაც გვანიჭებს ჩვენ სიტყვა ღვთისა იესო ქრისტე, ამას მოაქვს თან ნათელი, ღმერთის შემეცნების ნათელი. გესმით? აი იოანეს სახარებაც ასე არის აგებული პროლოგში, რასაც ლაპარაკობს იოანე, შემდეგ გვაჩვენებს მონაკვეთებად ამას. აი სიცოცხლე. სიცოცხლეს სიცოცხლეს რომ გვაძლევს ღმერთი რაში, როდის გვაჩვენა მან, როდესაც მოქცა პური, ზეციური პური, როცა პური მოხდა დააპურა 5000 კაცი 5 პური და მე ვარ პური სიცოცხლისა. სიცოცხლის მომნიჭებელი პური მე ვარ. ხო ამბობს უფალი. ასევე როდესაც წყალზე ელაპარაკება სამარიელ ქალს, ხოვნება მე ვისაც მივცემ წყალს, სიცოცხლის დინარეები დაიწყებს მისგან დინებას. სახე სიცოცხლეა მასში და ამავე ამ სიცოცხლეს ახლავს თან ნათელი კაცთა. სიცოცხლეა მასში და ეს სიცოცხლე არის ნათელი კაცთა. გესმით? ანუ ჩვენ რო ქრისტესგან ვიღებთ სიცოცხლეს, აი თქვენ რომ დღეს ეზიარეთ ქრისტეს სიცოცხლეს და ხორცს, სიცოცხლე ხო შემოვიდა თქვენში ამისგან. ამავდროულად მან შემოიტანა თქვენში ღმერთის შემეცნების ნათელი. სიცოცხლე და ნათელი. აი ეს ორი რამე მოაქვს ქრისტეს შემეცნებას. და მოდით დავიწყოთ ახლა ამ თავის განმარტება. ნათელი როგორ მიანიჭა ღმერთის შემეცნების ამ მშობიდან ბრმა კაცს ძაღმერთმა. გაგახსენებთ მხოლოდ იმას, სამ დავიწყოთ, რომ კარობის დღესასწაულია. და კარობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ამ დღესასწაულის რა იყო? აქ ხო გითხარით თქვენ, აქ იდგა აი ამ ქალთა ეზოში, დედათა ეზოში, აი აქ 4-25 მეტრიანი დიდი ჩირაღდანი, დიდი კანდელი და ღამით ანთებდნენ ამ კანდლებს და ეს ნათელი ეფინებოდა იერუსალიმს. ყველა ხედავდა რომ აი ტაძრიდან გამოდის ნათელი და ამაზე ამბობს ქრისტე, მე ვარ ნათელი სოფლისა. ეს ჩირაღდნები კი არა. მე მოგცემ სულიერ ნათელს ღმერთის შემეცნების ნათელს. და აი ამ ნათლის დღესასწაულზე, კარობა ნათლის დღესასწაული, სინათლის დღესასწაულიც არის ამავდროულად. მოხდა ესეთი რამ, როცა გამოვიდა უფალი ტაძრიდან, ნახეთ აი ტაძარი. მას კამათი მოვიდა, როცა შაქოლვა მოინდომეს მისი ტაძარში, ხომ ასე იყო წინა თავში და მერვე თავშიც იყო და მიატოვა ისინი, გამოვიდა ტაძრიდან და ხედავთ აი ამ ორ მე მინდა გაჩვენოთ ეს რომ საინტერესო ამის წოდება, ნახეთ. აი გამოვიდა, აი აქედან იყო გამოსასვლელი ტაძრიდან. აი ამაში შეხვიდა, ჩადიოდა ეს კიბე ჩადიოდა, გაძვრებოდი აი ამ ბაზილიკის ქვეშ და აი ამ მხრიდან სამხრეთის კარიბჭე იყო ეს, აქ იყო მთავარი შესასვლელი ტაძარში. მღვდლებისთვის სალკე და ხალხისთვის სალკე და აქედან გამოვიდა უფალი, აი სამხრეთის კარიბჭიდან გამოვიდა და აი აქ რომ გამოვიდა სავარაუდოდ, სადღაც აქ იჯდნენ ხოლმე მათხოვრები. რადგან ტაძრის მთავარ შესასვლელთან და როგორც დღეს არის ტაძრებთან ხოლმე, იჯდნენ საწყალი საფხარი ხალხი, ინვალიდები, მათხოვრები და ეუბნებოდნენ რომ ესეც სიტყვა იყო ცნობილი ებრაულში რომ ჩემით გამოიმუშავე, ჩემით მოიპოვე შენი მადლი ეუბნებოდნენ. აი მე თუ დამეხმარები, მოიპოვე მადლი და ხალხი რა თქმა უნდა სწირავდა მას რაღაცა. აი აქ იჯდა, აი სადღაც აი ამ სამხრეთის კარიბჭეს თავარ შესასვლელთან, ამის გარეთ ეს ბრმა, ჩობიდან ბრმა და ხდება ქრისტეს შეხვედრა მასთან, უფალი ხომ შემთხვევით არაფერს არ აკეთებს, ამ კაცსაც შემთხვევით არ არჩევს უფალი რომ განკურნოს, მას უნდა რაღაცა გვაჩვენოს, რაღაც გვასწავლოს ამით. იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან.
და კითხეს მისმა მოწაფეებმა, რაბი, ვინ სწოდა, ამან თუ ამის მშობლებმა ბრმა რომ დაიბადა? მიუგო იესომ არც ამან სწოდა და არც მისმა მშობლებმა, არამედ რათა გაცხადდეს ღმერთის საქმენი მასზე. მე მართებს სანამ დღეა ვაკეთოთ შემომავლებლის საქმე, მოდის ღამე, როცა ვერავინ შეძლებს კეთებას. სანამ დის ამ ქვეყნად ვარ, ნათელი ვარ სოფლისა, ამბობს უფალი. ეს რომ თქვა, მიწაზე დანერწყვა, ტალახი მოზილა ფურთხით და თვალებზე წაუსვა ბრმას. და უთხრა, წადი და მოიბანე სილოამის აუზში, რაც ნიშნავს თარგმანით მოვლინებულს. სილოამი ნიშნავს მოვლინებულს. ისიც წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი. ხოლო მეზობლები და ისინი, ვისაც ადრე ბრმა ეხილა იგი, ამბობდნენ, ეს ხომ არ არის, ვინ იჯდა და მათხოვრობდაო. სხვები ამბობდნენ, ეს არის და სხვები ამბობდნენ, არა იმას გავს, თვითონ კი ამბობდა, მე ვარო, თვითონ ამბობდა მე ვარო. ეკითხებოდნენ მას, როგორ აგიხილა თვალი? პასუხად ამბობდა, კაცმა, რომელსაც ქვია იესო, ტალახი მოზილა თვალებზე მწყოდა, მითხრა, წადი სილოამის აუზში მოიბანე და მეც წავედი, მოიბანე და თვალი ამეხილაო. ეკითხებოდნენ მას, სად არის იგი? ხოლო ის ამბობდა, არ ვიცი. ეს პირველი მონაკვეთი წარწერა. სანამ ამის შემდეგ უკვე მიყავთ ეს ბრმა ფარისევლებთან ტაძარში. ფარისევლები აი ამ ტაძარში იჯდნენ, აი ამ ანაკ იყვნენ, აი ტაძრის გარეთაც ჰქონდათ მათ თავიანთი ასე ვთქვათ, თავიანთი ოფისები ასე ვთქვათ, თავიანთი კაბინეტები და ანაკ იყვნენ აქ ხოლმე და ამ ჯერ ხალხი ელაპარაკება ამ ბრმას განკურნებულს, ამის შემდეგ უკვე ფარისევლებთან მიყავთ, რომ იქ გაარკვიონ რა მოხდა მის თავს. ნახეთ? მოწაფეები, პირველი კითხვა მოწაფეების რა არის? აი ეს ძალიან საინტერესო კითხვა. რაბი, ვინ შესწოდა ამან თუ ამის მშობლებმა, რომ ბრმა დაიბადაო? კითხვა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ შეწოდების გამო შეიძლება დასჯილიყო ადამიანი, ებრაელებს ეს სწამდა, დღესაც სწამთ ადამიანებს, რომ შეიძლება შეწოდების გამო დაისაჯოს ადამიანი, დაიღებადოს ბრმა. მაგრამ კითხვის პრობლემატურობა იმაშია, რომ კაი, მშობლებმა გასაგებია შეწოდეს, მაგრამ მას როგორ უნდა შეეწოდა, რომ ბრმა დაბადებულიყო? დედის მუცელშივე? ნახეთ, ებრაელებში იყო ეს რწმენაც, რომ შეიძლება ჩანასახმა ნაყოფმა, აი თვეების ნაყოფმა მუცელშივე შესწოდოს დედის მუცელში და ამიტომ დაიბადოს ბრმა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო რჯულში, ეს მოსეს ჯულში არ იყო, ეს ცალსახად ეს სწავლება არ იყო გამართლებული, მაგრამ იყო ეს შეხედულებანი, მათი რაბინები, მოძღვრები ამბობდნენ, რომ დედის მუცელში შეიძლება მიიდრიკოს ბავშვი ბოროტებისკენ და ამის გამო დაისაჯოს უკვე დედის მუცელშივე. ჩვენ აქ ხედავთ, რამდენად ფაქიზი იყო ებრაელების და იუდეველების მიდგომა ფეხმძიმობისკენ, შობისკენ, ბავშვისკენ, რომ ჩანასახი უკვე მათთვის ადამიანია. ისე კი არა დღეს რომ არის ურჯულო კაცობრიობა, დღეს როგორც იქცია, რომ ჩანასახს ადამიანად აფრიდნენ კლავენ. არა, ებრაელები ჩანასახს უკვე ადამიანად თვლიდნენ უკვე მაშინ. მაგრამ იცით, მოსეს რჯულში აი ამ შეხედულების საფუძველი მცირედი ზომით არის. აი მაგალითად როდის? გახსოვთ აბრაამის შვილი ისააკი და ისააკის ცოლი რებეკა, როდესაც ფეხმძიმეთ არის ისააკის ცოლი რებეკა, მას ყავს ტყუპები მუცელში და ესავი და იაკობი. იაკობი არის ის, ვისაც ღვთის კურთხევაა და იაკობისგან უნდა გამრავლდეს, იაკობის მიერ 12 ვაჟი ყავდა იაკობს და იქიდან დაიწყო ისრაელი, ხო? იაკობი და ესავი მუცელში უკვე ებრძვიან ერთმანეთს. და რომ პირველი ესავი დაიბადება, მწითურია ესავი. შემდეგ ესავისგან სხვა ხალხები, ედომელები გავხსნი, ედომი წითელს ნიშნავს და ედომელები გამრავლდნენ და ჯერ ესავი გამოვიდაო, დედის მუცლიდანო და რომ გამოვიდაო ესავიო, იაკობსო ქუსლზე მოჭიდებული ქონდა ხელიო ამ ძმისთვისო, არ უშვებდაო. ესმით, იმიტომ რომ მუცელს და რაბინები ამბობდნენ, რომ თალმუდში წერიან, მიდრაში წერიან, მიშნაში წერია, რომ რაბინები ამბობდნენ, რომ ესავიო, იაკობსო, დედის მუცელშივე ავიწროვებდა. შემდეგ ესავს და იაკობს შორის
დიდი დაპირისპირება ხდება, როცა უკვე დიდები არიან და იაკობი კურთხევას მიიღებს მამისგან, წარქმევს ესავს კურთხევას, პირველშობილობის კურთხევას და ესავი მოსაკლავად დაძდევს იაკობს. მოსაკლავად მისდევს და ამიტომ რაბინები ამბობდნენ, რომ დედის მუცელშივე ესავი მტრობდაო იაკობს. გესმით და აი აქედან, თუნდაც აქედან ებრაელებს შორის იყო შეხედულება, რომ დედის მუცელშივე შეიძლება შესწოდოს ადამიანმა. და ამიტომაც ეკითხებიან მოძღვარს, რაბი, ამან თვითონ შესწოდა დედის მუცელში თუ მისმა მშობლებმა. და უფალია უგნება, არც ამან, არც მისმა მშობლებმა, არამედ იმიტომ არის ეს აგრმა, იმიტომ ზის. აი აქ შვენიერი ერქვა აი ამ კარიბჭეს. აი ქვევით დაბლა იყო კარიბჭე, საიდან შედიოდა შვენიერი ერქვა ამ კარიბჭეს. იმიტომ ზის ამ შვენიერ კარიბჭესთან, რომ მასზე გაცხადდეს ღვთის საქმენი. რომ ღმერთმა განკურნოს და შემდეგ 21 საუკუნე ყველამ წაიკითხოს ეს ამბავი და ყველამ მიხვდეს, რომ ღვთის შემეცნების თვალი ღმერთმა უნდა აგვიხილოს ჩვენ. აი ამიტომ, ხოლო, ამიტომ აღიძეთ აბსოლუტურად აი გამორიცხულია და დიდი დანაშაულია, როცა ადამიანები ამას კადრულობენ, რომ ვინმე ავათ არის და პირდაპირ განაჩენს გამოუტანე. შენ იმიტომ ხარ ავად, რომ ეს ჩაიდინე, ან შენმა მშობელმა ჩაიდინა ეს, ან იმან ჩაიდინა. შენ საიდან იცი ეს? შენ რა უფლება გაქვს ამას რომ ამბობ საიდან? ან შვილი გაუჩნდება ადამიანს, თქვა შეიძლება რაღაცა ავად არის ბავშვი და ეუბნებიან, რომ აი შენი ცოდვის გამო, ან იმის შენ ვინ დაგაყენა მაგის საჯულად, გამკითხველად. შენ რა იცი? იქნება იმიტომ არის ავად, რომ მასზე ღვთის დიდება უნდა გაცხადდეს და უნდა განკურნოს ღმერთმა იგი. შენ რა იცი? ამიტომ არ შეიძლება ამაზე ლაპარაკი. ჩვენ უნდა დავეხმაროთ გაჭირვებულს, ავატყობს, ვილოცოთ მისთვის, მაგრამ განაჩენის გამოტანა ჩვენ არ შეგვიძლია. ამიტომაც ამბობს ქრისტე, რომ და გაცხადდეს ამის თავზე ღმერთის საქმენი და სანამ მე ვარ სოფელში, უნდა ვაკეთო ჩემი მომავლინებელის საქმე, მამა ჩემის საქმე, მამა ღმერთის საქმე, რადგან მოვა ღამე, როცა ვერავინ შეძლებს კეთებას. რომელია ის ღამე? როცა ანტიქრისტე გაბატონდება ამ ქვეყანაზე და როცა ვერავინ ვეღარ შეძლებს სიკეთის გაკეთებას. ეს მოვა, ეს უბედური, ეს საშინელი დრო მოვა, როცა ანტიქრისტე ჩაიგდებს ძალაუფლებას ხელში, ბევრს აცდუნებს და იმას ქვია ღამე. როცა ბოლო წლები, აი ქრისტეს მოსვლამდე ბოლო წლები, როცა ვერავინ ვეღარ შეძლებს კეთებას. სანამ მე ვარ სოფელში, მე უნდა ვაკეთო საქმე და ეს რო თქვაო, დაიხარა და ნერწყვით მიწაზე მოზილა თიხა, წომი გააკეთა, მალამო გააკეთა ქრისტემ, ასე ვთქვათ, მალამო ქვია ამას და წაუსვა თვალებს და უთხრა რომ წადი და სილოამის აუზში დაიბანეო. სილოამის აუზი აი ხედავ რომ გამოხვიდოდი, დაეშვებოდი, გზა ჩადიოდა ქვევით, დაახლოებით 500-600 მეტრი სამხრეთისკენ დაეშვებოდი და იქ იყო გალავნის პირას, იერუსალიმის პირას იყო სილოამის საბანელი. სილოამის თვითონ შილოა ეს ერქვა ებრაულში, თავადაც მოვლინებულს ნიშნავს. მოვლინებული, ესეც შილოა ამას ნიშნავს და ნახეთ რა ამბობს? სანამ მე ვარ მოვლინებული მამისგან, უნდა ვაკეთო მამაჩემის საქმე. წადი და მოვლინებულში დაიბანე თვალები ეუბნება. და ეს სილოამის აუზი მოდიოდა გიხონის წყაროდან, შემოდიოდა გალავანში ეს წყარო და ნახეთ როგორ იყო აი სიცოცხლის წყარო იყო ეს იერუსალიმის ერთ-ერთი მთავარი სიცოცხლის წყარო იყო ეს, იმიტომ წყალი მაშინ ასე კი არის, ოჩერო ოლკანს მოუშვებს და მოდის. და აი თქოს მამა ღმერთისგან მოვლინებული წყარო იყო, ამიტომ ეძახდნენ მოვლინებულს. ის კი ამ მეფემ გაჭრა ეს გვირაბი და შემოდიოდა ეს წყალი და მოვლინებული იყო იქით მამა ღმერთისგან ეს წყარო იერუსალიმის დასარწყურებლად. და ეუბნება რომ სანამ მე ვარ მოვლინებული, უნდა ვაკეთო ჩემი საქმე, წადი დაიბანე წყაროში, რომელსაც ქვია მოვლინებული მამისაგან. მირბის ეს ბრმაკაცი იბანს და თვალი ეხილება. რატო მოზილა უფალმა ტალახი? მას არ შეეძლო ეთქვა, აიხილე და აიხილებოდა. ხო შეეძლო. მაგალითად კეთროვანი რო განკურნა, დღეს წავიკითხეთ. რა უთხრა კეთროვანს? მნებავს, განიწმინდე და განიწმინდა. რა მოზილა ტალახი? იმიტომ რომ შაბათი დღე იყო. და ქრისტემ განგებ მოზილა მალამო, რაც გაკეთებაც შაბათს არ შეიძლებოდა. იუდეველთა რაბინები ასე ამბობდნენ, რომ ზეთი თუ გჭირდება, ან მალამო, შეგიძლია იწყო შაბათს თვალზე, მაგრამ ეს მალამო უნდა დამზადებული იყოს წინა დღეს, არა შაბათ დღეს. მაგრამ ქრისტე ამბობს, იმ დღიდან, რაც
ადამიანი ცოდვით დაეცა და აი ესე ძიმე დღეში, აი ესე გაჭირვებულია, სნეულება შემოვიდა სამყაროში, გაჭირვება, ტირილი, მწუხარება, იმ დღიდან დაერღვა მამაჩემს შაბათის განსვენება. აღარ ისვენებს ამ დღიდან მამა ღმერთზე ციური. ამიტომ მამა ღმერთი, ჩემი მამა, შაბათსაც ეხმარება ხალხს და მეც ვაკეთებ ამას, რასაც მამაჩემი აკეთებს. ამიტომაც განგებ აკეთებს მალამოს, რაც აგრძელულია შაბათ დღეს და თან მიწისგან და ნერწყვისგან. რატომ აკეთებს მიწისგან და ნერწყვისგან? რომ ადამიანი მიწისგანაა შექმნილი, ხო? და ღმერთმა შექმნა ადამიანი მიწისგან, ხომ ასე იყო? ამაშიც აჩვენებს, რომ ღმერთია მათ წინაშე. მაგრამ მიწას რა შეურია მან? ნერწყვი. ნერწყვი არის აბსოლუტურად ადამიანური რამე, ელემენტი, ხო? ნერწყვი. რადგან შემდეგ ქრისტეს ამაღლების შემდეგ ერესი შემოვიდა ძალიან ბევრი ქრისტიანობაში, რომელიც ამბობდა, რომ ქრისტე ღმერთი არ განკაცებულა. ეს მოჩვენება იყო, აი დოკეტისტები, ვინც იყვნენ, იგივე გნოსტიკოსები, გნოსტიციზმი, რაც ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ფილოსოფიურად უნდა გავიგოთ ჩვენ ხალხი. ღმერთი მართლა კი არ განკაცებულა. ეს იდეაა, ეს ფილოსოფიური აზრია, იდეა, რომ ღმერთი კაცის სხეული მიიღო, თორემ ღმერთი როგორ შეიძლება კაცი გახდეს? ხო, აბსურდია, მატერიას როგორ უნდა შეუერთდეს ღმერთი? ეს იყო ხშინელი გნოსტიკური, თორემ ის ხო ბერძნული სამყარო ხო, ინტელექტზე იყო დაფუძნებული, ბერძნული ფილოსოფია, ხო? გონების ძალა მათი და ისინი ეს ბერძნული სამყაროდან შემოვიდა ეს გნოსტიციზმი და ამბობდნენ, რომ არა ეს ზღაპარია, ეს არ მომხდარა ასე. და ქრისტე მიცის, რომ ეს ერეტიკოსები, როგორც მგლები ისე შეუტევენ ეკლესიას და ამიტომაც ნერწყვი და აურია მიწას, რომ აჩვენოს, რომ კაცია ღმერთმა, რომელმაც მიწიდან შექმნა ადამიანი, ნერწყვი აქვს მას და ის კაცი გახდა და აი ამით აჩვენებს, რომ კაცია მათ წინაშე. ხო? ასე იყო. გახსოვთ, როდესაც მკვდრეთი დაღდგება უფალი, ურწმუნო თომას ამბავი როა, საჭმელი გაქვთ აქ რამე როეუბნება და მისცემენ შემწვართევს და თაფლს, ხო? ფიჭას. რაქნა მოკბიჩა და რომ მოკბიჩა ეს ნარჩენი მისცაო მათ უკან. რატომ? რომ ეს საბუთია იმისი, რომ ვიღაცა მართლაც მოკბიჩა ამას, ხო? სული კი არ დგას რაღაც მოჩვენება მათ წინაშე, რამე ვიღაცამ შეჭამა ეს, ხო? თევს რომ ვიღაცა მოკბეჭს ან თაფლს, შენ ხო ატყობ იმას. აი ასეთ ნიშნებს გვაძლევს უფალი უკვე თავის ამ ქვეყანაზე ყოფნის დროს, რომ კაცი დგას მათ წინაშე, განკაცებული ღმერთი. და წავიდა, დაიბანა სილოამის აუზში და აეხილა თვალი და გაწყდა, რაც აწყდა, აქ სკანდალია, იმიტომ რომ მოვიდა ბრმა, რომელიც ვერ ხედავდა, რომელსაც ყველა იცნობს, რომ იქ იჯდა ეს მათხოვარი და ზოგი ამბობს, ეს არის, ზოგი ამბობს, არა გავს ამას, კაცო, ეს ხო ბრმა იყო და თვითონ ამბობს, მე ვარ, გამეხილა თვალი და ეუბნებიან, როგორ მოხდა ეს სასწაული და ხალხს რა აინტერესებს და შემდეგ ფარისევლებსაც იგივე აინტერესებთ, რომ გრძნეულება ხომ არ არის ჯადოქრობა რაიმე ამ ამბავში. რადგან ჯადოქრობა, გრძნეულება, ანუ ეშმაკთან ასე თქვა ურთიერთობა, გრძნეულობა, ჯადოქრობა ეშმაკისგან მოდის, სიკვდილით იჯებოდა ისრაელში. ამიტომაც ამოწმებენ, როგორ მოხდა, როგორ აღიხილა თვალი და კაცი ეუბნება ძალიან მარტივად. კაცმა, რომელსაც ქვია იესო, ებრაულად ეს ეთყოდა ალბათ, კაცმა, რომელსაც ქვია იეშუა, ტალახი მცხო, წადი დაიბანეო, წავედი, დავიბანე და მოვიდა. არავით არის ჯადოქრობა ამ საქმეში არ არის, ხომ ასეა? დაიბანა და თვალი აეხილა, ჩამოიბირე ცხა და აიფარხა თვალები. ნახეთ, აი მე აქ მინდა დაგიწერე წინასწარ, ნახეთ, ამ ბრმაკაცის შემეცნების საფეხურები. პირველად რას ამბობს? კაცმა, რომელსაც ქვია იესო. კაცი გონია მას ის. კაცი იესო. შემდეგ ნელ-ნელა ეს ბრმაკაციც ხო ის არ არის? ადამიანია ხო? ეხლა დაკითხვებზე დაყავთ სულ. სამჯერ 20ჯერ დაკითხვაზე წაიყვანენ ამ კაცს და ეს თვითონაც ხო ამას იაზრებს, რაც მის თავს მოხდა. წარმოიდგინეთ, აბსოლუტურ სიბნელეში იყო ადამიანი და უცბად ხედავს. თქვენ გინახავთ ალბათ ვიდეოები, როდესაც ფერებს რო ვერ ხედავენ ადამიანები და ფერად სათვალეს ხო არსებობს, რომ გაიკეთებს და ფერებს ხედავს. და მე მინდა რამხელა შოკია ადამიანისთვის, რომ ფერები დაინახა პირველად, ხო?
კაცი აბსოლუტურ სიბნელეშია ბავშვობიდან, არც წერა იცის, არც კითხვა იცის, არაფერი არ დაუნახავს, არ ფერებს ვინჩივის და უცბად ხედავს ყველაფერს. გესმით და ეს მასშიც ხო რაღაცას აზრს ამოძრავებს და ეს კაცი ფიქრობს რა მოხდა მის თავს და პირველი რაც ამბობს კაცმა იესომ ცხო მალამო ტალახი წავედი დავიბანე და ხედავ. სად არისო ის ეუნებიან? ეუნება არ ვიციო. ვინ არის იცით კი არის, იმიტომ მას ის არ უნახავს, ხო? არ იცის ვინ არის, როგორ გამოიყურება, ვინ არის, სად წავიდა და ფარის წაიყვან იყო შაბათი, როცა ტალახი მოზილა იესომ და თვალი აუხილა მას. ფარისევლებმაც კითხეს და მიიყვანეს ყოფილი ბრმა ფარისევლებთან. გააქციეს ახლა ეს კაცი ფარისევლებთან, იმიტომ რომ ასეთი რამე რომ მოხდებოდა ტაძრის სიახლოვეს იერუსალიმში, პირველი სად უნდა წაიყვანათ? სინედრიონში. ფარისევლებთან, ისინი იყვნენ ჯურის მწოდნელი და ნახეთ შემდეგ ჩვენ ამ თავში ხედავთ ფარისევლები ამბობენ, ჩვენ ვიცით ჯულიდან, გესმით? ყველაფერი ფარისევლებმა იციან, მაგრამ ის არ იციან, ვინ არის იესო ქრისტე და ფარისევლებმაც კვლავ კითხეს მას, როგორ აეხილა თვალი და უთხრა მათ, ტალახი დამადო თვალებზე, მოიბანე და მხედავ. ზოგიერთი ფარისეველი ამბობდა, ეს კაცი ღმრთისაგან არ არის, იმიტომ რომ არ იცავს შაბათს. სხვები კი ამბობდნენ, როგორ შეუძლია ცოდვილ კაცს ამნაირ სასწაულთა ქმნა და იყო განხეთქილება მათ შორის. ზოგი ახლა ისევ იმაზეა ორიენტირებული, რომ შაბათს აკეთებს ასეთ საქმეს, მალამო დაამზადა და სხო, დააბანინა, ეს ხო ყველაფერი, დაბანაც არ შეიძლებოდა შაბათს. ეს ყველაფერი ხომ შაბათის დარღვევა და ამბობენ, რომ არ არის ეს კაცი ღმერთისგან, იმიტომ რომ როგორ შეიძლება შაბათს არ იცავს და სხვები ამბობდნენ, განაშეუძლია ცოდვილ კაცს ასეთი სასწაულების ქმნა და განხეთქილება მოხდა თავად ფარისევლებს შორისაც სინედრიონში. კვლავ კითხეს ბრმას, რა სიტყვი მასზე, რაგიღა თვალი აგიხილა, ხოლო მან თქვა, წინასწარმეტყველია. ნახეთ მეორე ფიქრობს. წინასწარმეტყველია ის ნამდვილად. ნახეთ, ჩვენ ქართულ ენაში წინასწარმეტყველი ცოტა დამახინჯდა ამისი ნიშნულობა, ხო? წინასწარმეტყველი ჩვენ გონია. გულთმისანი, ან რომელიც წინასწარ გვეტყვის რაღაცას, ან კითხავი. წინასწარმეტყველი ებრაულში ნიშნავდა ღვთის სიტყვის ხმელს. ვინც ღმერთის ნებას უცხადებდა ადამიანებს. ვინც ღმერთისგან ამბობდა იმ სიტყვას. ეს იყო წინასწარმეტყველი. გესმით? რა თქმა უნდა, იგი გულისხმობდა ის რომ წინასწარ მას შეეძლო ეთქვა რა მოხდება ისრაელის თავს. მაგრამ ეს ამბობდა ღმერთისგან, რაც დავალებული ჰქონდა იმას. გესმით? ამას ნიშნავს წინასწარმეტყველი. ეს ამბობს რომ ნამდვილად წინასწარმეტყველია იესო ქრისტე. ამბობს ის. არ დაუჯერეს იუდეველებმა რომ ბრმა იყო და შემდეგ აეხილა თვალი, სანამ არ მოუხმეს და მათ დაუძახეს თვალახელილის მშობლებს. და კითხეს მათ და უთხრეს, ეს არის თქვენი ძე, რომელზეც ამბობ ბრმა დაიბადაო? ახლა როგორ გახედავს? მიუგეს მისმა მშობლებმა და უთხრეს მათ, ჩვენ ვიცით რომ ეს ჩვენი ძეა და ბრმა დაიბადა, მაგრამ ახლა როგორ გახედავს არ ვიცით და ვინ აუხილა თვალი არც ეს ვიცით. თავად კითხეთ, სრულწლოვანია, თავისას თვითონ იტყვისო. ასე თქვეს მშობლებმა, იმიტომ რომ იუდეველებისა ეშინოდათ, ვინაიდან იუდეველებმა პირი შეკრეს, თუ ვინმე აღიარებს მას ქრისტედ, სინაგოგიდან მოუკვეთოთო. და მშობლები მოიყვანეს, მაგრამ მშობლებს ეშინიათ, რომ სიმართლე ბოლომდე თქვა. რა თქმა უნდა, პირველი ალბათ ეს ბრმა თავის მშობლებს დაელაპარაკებოდა, ხო? და თავის მშობლებს ეთყოდა, რა მოხდა, როგორ იყო. რადგან როგორც ჩანს, ხნიერი არ არის ეს ბრმა, იმიტომ რომ მშობლები მოიყვანეს მის, ხო? ხო და მშობლები ვერ ამბობენ ბევრს ვერაფერს, რადგან იციან რომ თუ ვინმე ქრისტედ აღიარებს მასო, იუდეველებს უკვე მისი მოკლა უნდათ ამ დროს. უკვე ეს ლაპარაკი არის იმაზე, რომ ქრისტე უნდა მათ მოკლან და თუ ვინმე მას მესიად, მაშიახად აღიარებსო, ქრისტედ აღიარებსო, სინაგოგიდან მოუკვეთოთო. ჩვენ ახლა ის უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავდა სინაგოგიდან მოკვეთა. დღეს მაგალითად ეკლესიიდან განკვეთა რას ნიშნავს? რომ შენ ვეღარ მიიღებ ვერაფერს საიდუმლოებაში ეკლესიაში მონაწილეობას, ხო? ვერაფერში, რა.
რაღაც ეკლესიაში ხდება. მაგრამ დღეს სეკულარულ სახელმწიფოში ცხოვრობ ჩვენ და ეკლესიიდან რომ განკვეთოს ვინმე ადამიანმა, ხო? ეკლესიამ რომ ვიღაცა მოიშორ, განკვეთოს, ის ცხოვრობს შეულებრივად სახელმწიფოში, ხომ ასეა? მაგრამ მაშინ ისრაელში ასე არ იყო. ყველგან იყო სინაგოგები, ყველაფერი იყო დაკავშირებული სარწმუნოებასთან, აი ეს კრებული იყო მართლაც ეს ღვთის ხალხის კრებული და აქედან განკვეთა იყო საშინელება ებრაელისთვის. ის იდენტობას კარგავდა. ნახეთ, აი, ოდესაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ აი, როგორ ებრაელებიდან არავინ არ იწამა, კაცო ქრისტე? ებრაელთა დიასპორებიც ხო ძალიან ბევრი იყო ბერძნულ სამყაროში, ხო, ბიზანტიაში მაგალითად, რომის იმპერიაში ხო ბევრი იყო. როგორ იწამეს, როგორ არ იწამეს? მაგრამ მათ, იმიტომ რომ ქრისტე იწამეს, იდენტობა დაკარგეს. გესმით? ის მათ ებრაელებთან კავშირიც დაკარგეს უკვე. იმიტომ რომ ებრაელებისთვის დღესაც ასეა, იუდაიზმი და ებრაელობა ეთნიკური ერთი და იგივეა მათთვის, გესმით? ამიტომ თუ ვინმე რომაულ სამყაროში იწამა იესო ქრისტე, მან ის გამოვიდა სინაგოგიდან გავაგდოთო, ის მოუკვეთოთო, ვინც ქრისტეს აღიარებს, ხო? და მან ფაქტურად იდენტობაც დაკარგა საკუთარი და ჩვენ ამიტომაც არ ვიცით, რამდენი ებრაელი იყო ის, ვინც პირველ საუკუნეებში ქრისტე იწამა. შეიძლება ძალიან ბევრიც იყო. ხომ ასეა? ნახეთ, და აი უკვე აგდევს ეს, რომ სინაგოგიდან მოუკვეთოთო ის, ვინც ქრისტეს აღიარებსო იეშუასო. ამიტომ თქვენს მისმა მშობლებმა სრულწლოვანია თავად კითხედო. მეორედაც დაუძახეს კაცს, რომელიც ბრმა იყო და უთხრეს მას, მიაგე დიდება ღმერთს, ჩვენ ვიცით რომ ეს კაცი ცოდვილია. ნახეთ, ისე ვეუბნებიან, აღიარეს სიმართლე. დიდება მიეცი ღმერთს, ანუ თქვი ის, რასაც ჩვენ გეუბნებით. ეს არის მათთვის დიდების მიცემა ღმერთის, რომ სიმართლე თქვი, ჩვენ ვიცით. ნახეთ, ასე ვეუბნებიან, ჩვენ ვიცით რომ ეს კაცი ცოდვილია. ყველაფერი იციან მათ. აი ბოლოს ჩვენ ნახავთ რომ ქრისტე უნება, აი იმის გამო რომ თქვენ ყველაფერი იცით, ორმაგად მძიმეა თქვენი ცოდვა. აი ამას ეუბნება ბოლოს ქრისტე. ნახეთ, მანამდე ბევრგან ამბობენ ამას. ხოლო მან მიუღო და უთხრა, ცოდვილია თუ არა, არ ვიცი, ეუბნება ეს კაცი. ერთი ის ვიცი რომ ბრმა ვიყავი და ახლა ვხედავ, ესაა მთავარი მისთვის. ქრისტე ცოდვილია თუ არა, არ ვიცი ამბობს. კვლავ უთხრეს, რა გიყო შენ, როგორ აგიხილა თვალი? მიუღო მათ, აგიგითხარით და არ მისმინეთ, კიდევ რისი მოსმენა გსურთ? თქვენც ხომ არ გინდათ მისი მოწაფეები გახდეთო? ნახეთ, ეს კაცი უკვე იქით ასწავლის ეს ადამიანი მას, ხომ გითხარით? მეტი არაფერი არ მომხდარა. ცხო ტალახი, დავიბანე და ავიხილე თვალი. მეტი არაფერი არ ყოფილა. რატომ მეკითხებით, რატომ მიკვლევთ ასე? თქვენც მისი მოწაფეობა ხომ არ გინდათ? ანუ ეჭვი ხომ არ გეპარებათ იმაში, რასაც ასე გაჯიუტებული ამტკიცებთ. ნახეთ, რა შეუნება, აი შეაღყია მან მათი რწმენა. ხოლო მათ მიუგო მათ. ხო, აგინეს მას. აი ამის გამო რომ უთხრა რომ თქვენც ხომ არ გინდათ მისი მოწაფეები გახდეთო, აგინეს მას და უთხრეს მისი მოწაფე შენახარ, ხოლო ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ. ჩვენ ვიცით რომ მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი, ეს კი არ ვიცით საიდან არის. ნახეთ, მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი, ჩვენ მოსეს რჯულის მოწაფეები ვართ და ვიცით რომ მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი და ეს კი აი არ ვიცით საიდან არის. ანუ ამას ვინ ელაპარაკება, ვისგან არის, ჩვენ არ ვიცით. ამბობს ის. ნახეთ, ჩვენ ხო წინა თავში ვნახეთ, რა შეუნება ქრისტე? თქვენ რომ მოსესი გწამდეთო, ქრისტე ეუბნება, მეც მიწამებდით, რადგან მოსემ ჩემთვის დაწერაო და ჩვენ მე ადგილები ხომ განვიხილეთ რამოდენიმე მაინც. თორაში მოსეს 5 წიგში სულ ქრისტეზე ალაპარაკი. ყველაფერი რაც მოსეს წიგში წერია ქრისტეზეა ლაპარაკი. აი, მსხვერპლის შეწირვა, მე მინდოდა ეს თქვენთვის მეთქვა, მაგრამ ეხლა ვისარგებლებ შემთხვევით. აი, ნახეთ, მოსეს 5 წიგნეულში პირველივე წიგში წერია ასეთი რამე. აი, მოსემ ჩემთვის დაწერა, რო ამბობს ქრისტე. მინდა რომ აი ეს გავიგოთ, რას ნიშნავს მოსემ ჩემთვის დაწერა. ნახეთ, მოსე ეს აბრაამს როცა ღმერთმა უთხრა რომ აღთქმა რომ მისცა რომ შენ წახვალ დაიმკვიდრებ იმ ქვეყანას, ანუ ქანაანი ისრაელის მიწას, დღესაც ისრაელი ცხოვრობს და შენი თესლიდან მოვა კაცობრიობის მხსნელი. აბრაამი რა შეუნება, იცით? აი როგორ მივხვდე ღმერთო რომ დავიმკვიდრებ. აი რამე ნიშანი მომეციო რომ დავიმკვიდრებ, აი როგორ?
აბრაამს ადამიანია და ნიშანი მომეციო და ღმერთი ასეთ რამეს აეუბნება, რომ ძველ აღთქმაში იყო შეთანხმების დადების რამოდენიმე ხერხი. აი, მაგალითად, მე და შენ თუ რამეზე ვთანხმდებოდით, მე და გოჩა რამეზე ვთანხმდებით, ხო? ყველას ეკიდა მაგალითად მარილი. მარილი ძალიან ძვირფასი რამე იყო და ქისად მარილით ეკიდა ხალხს და მე იმის ქისაში ჩაყოფდი თიც, სველ თიც, ის ჩემს ქისაში. და მე ჩემთან ჩავყრდი და ვამბობდით, რომ აი ჩვენი შეთანხმება ისი არ უნდა დაირღვეს, როგორც ჩვენი მარილს ვეღარ ვიპოვით იმ რაც მე იმისგან ავიღე, ხო? ხო აბსურდია, როგორ უნდა ვიპოვოთ მარილის ნამცეცები, რომელიც ჩემთან ჩავყრდი, ხო? ესე არ უნდა დაირღვეს ჩვენი შეთანხმება არასოდეს. და ღმერთი ეუბნება, აი ჩემს შეთანხმებას მე შენთან აი ასე და დაგიმტკიცებ და ეუბნება, რომ მოიყვანე სამსხვერპლო ცხოველები და შუა დაჭერი ეს ცხოველები. 3-4 ცხოველი და აქეთ იქ ნაალაგე ნახევრები ამ ცხოველების. ეს იყო ერთ-ერთი შეთანხმების სახე. აი მეფე მეორე მეფესთან შეთანხმებას დებდა, რაიმე ხელშეკრულებას დადებდნენ ამ და გაჭრილ ცხოველებს და წაიკითხავდნენ იმას, რაზეც თანხმდებიან, რომ ერთმანეთს თავს არ დაესხმებიან არა ამგვარად და გაივლიდნენ ორივენი ამ გაჭრილ ცხოველებს შორის. და ამბობდნენ, აი ჩვენ შორის აი ესე გაიხლიჩოს და სისხლი დაივაროს იმისი, ვინც ეს შეთანხმება დაარღვევს. ხო გესმით? და ამას ეუბნება ღმერთი აბრაამს. დაალაგე ეს ცხოველები და მოდი მე და შენ გავიაროთ ამ ცხოველებს შორის და თქვათ რომ არც ერთი ჩვენთაგანი ამას არ დაარღვევს. და ხდება ესეთი რამე რომ ძილქუში დაეცა აბრაამსო და ჩაეძინა. დაეძინა. და აი ამ ძილ ბურანში ხედავს რომ როგორც აკვამლებული, გავარვარებული თონე ცეცხლის სვეტმა გაიარაო ამ ცხოველებს შორის და წავიდა. მარტო ღმერთმა გაიარა, აბრაამმა არა. რატო? ღმერთმა იცის რომ აბრაამი ვერ დაიცავს ამ აღთქმას. ადამიანია, ისრაელი შესწოდავს, ისრაელი უღალატებს ბევრჯერ, მაგრამ ღმერთი ეუბნება რომ მე არ დავარღვევ ამ აღთქმას. გესმით? მარტო ღმერთმა გაიარა, ეს იგივეა რომ ხელის ჩამორთმევა რო იციან შეთანხმებისას რომ ერთმა არ ჩამოართვას და მეორემ თქვას რომ მე მაინც ამას დავიცავ, ხო? აი ესვით და ამბობს რომ ქრისტეს მოსულა არ გაუქმდება, აუცილებლად მოვა ქრისტე და აუცილებლად გამოისყიდის კაცობრიობას მათი ცოდვებისგან. გესმით? აი ეს, აი თუნდაც ეს და ქრისტე ეუბნება რომ თქვენ რომ მოსე გწამდეთ, ჩემსაც მეც მიწამებთ, რომ მოსემ ჩემთვის დაწერა. აი ის შეთანხმება, რაც მე ხლა აზრს ვილაპარაკე, ვიზე იყო ნათქვამი? ქრისტეზე იყო ნათქვამი. ამიტომ ეუბნება რომ ბრმანი ხარ, არც მოსეს მოწაფეები არა ხარ თქვენ, თორემ ჩემი მოწაფეებიც გახდებოდით და ისინი ეუბნებიან ამ ბრმას რომ ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ, ეს კი ვინ არის არ ვიცით. ხედავთ როგორი სიბრმავეა ამ ძალაუფლების და სიმდიდრის სიყვარულის გამო, როგორ დაბრმავებულები არიან. მიუგვა ბრმა კაცმა, ყოფილმა ბრმამ და უთხრა, საკვირველი ის არის რომ არ იცით საიდან არის, მაგრამ მე კი ამიხილა თვალი. ბრმა ეუბნება რომ აი სასაცილოა, საკვირველი ის არის რომ ამბობთ, ვიცით, ეს არ იცით საიდან არის და ამ დროს ასეთი სასწაული მოახდინა. ვიცით რომ ღმერთი არ უსმენს სოდვილებს, არამედ ვინც ღვთისმოსავია და ასრულებს მის ნებას, მას უსმენს. ნახეთ ახლა ბრმა კაცი იქით ასწავლის იმათ. ისინი ხონებიან ჩვენ ვიცით. ხო, ბრმა კაცი 31 მუხლი. ვიცით რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს, არამედ ვინც ღვთისმოსავია და მის ნებას ასრულებს, მას უსმენს. არასოდეს გაგონილა რომ ვინმეს თვალი აეხილო მათ შობილისთვის. ღმერთისგან რომ არ იყოს, ვერაფერსაც ვერ იზავდა. ნახეთ, მესამე საფეხური ამ კაცის შემეცნების. ღმერთისგანაა მოსული ამბობს. ღმერთისგან რომ არ იყოს ეს ძალა, ეს სასწაული ღმერთისგან რომ არ იყოს, ვერაფერსაც ვერ იზავდა. 34 მუხლი. მიუგეს და უთხრეს მას. ნახეთ, 34 მუხლი. მიუგეს და უთხრეს მას, შენ თლიანად ცოდვებში შობილი ხარ და ჩვენ გვასწავლი და გამოაგდეს გარეთ. ნახეთ, აი ის რაც მოწაფეებმა მას კითხეს თავიდან რომ თვითონ ამან ხომ არ შესწოდაო დედის მუცერშიო, ფარისელებსაც გარკვეულწილად ეს წამთ. ნახეთ,
ცოდვებში ხარ შობილიო, ანუ ცოდვი დედის მუცელშივე ცოდვილი იყავიო და ჩვენ გვასწავლიო, უნებიან ამ კაცს და გამოაგდეს გარეთ. საიდან გამოაგდეს? გარკვეულწილად იუდაიზმიდან გამოაგდეს. სინაგოგიდან, ტაძრიდან გამოაგდეს ეს კაცი და იესომ რომ გაიგო, გამოაგდესო, მონახა იგი, თავად მონახა უფალმა და უთხრა მას. შენ გწამს ზეღთისა. ნახეთ, აი ხარ პირველად ხედავს თვალახერილი კაცი მის მხსნელს. პირველად ამ დროს ხედავს მას. და უნება მონახა უფალმა და კითხა, შენ გწამს ზეღთისა? ზეღმთისა. ანუ ზეღთისა იყო მესიის ერთ-ერთი ტიტული, ხო? ზეღმთისა. მიუგო მან და უთხრა, ვინ არის უფალო რომ ვიწამო იგი? ვინ არის? აჩვენე, ვინ არის რომ ვიწამო? იმიტომ რომ ჯერ არ იცის რომ ეს არის მესია. ეს არის ქრისტე, ყველაფერი თქვა, კაცის ძე, კაცი ესო, წინასწარმეტყველი, ღმერთისგან მოსული, მოვლინებული, ყველაფერი თქვა. ბოლოღა დარჩა რომ ვინ არის ზეღმთისა, მესია რომელია მითხარი და ვიწამო. და უთხრა მას იესომ, შენ გინახავს იგი, ვინც გელაპარაკება, ის არის. სიტყვა ღვთისა, ვინც გელაპარაკება, ის არის. ნახეთ, გახსოვთ სამარიელ ქალს როცა ეუნება ელაპარაკება უფალი, ის ქალი ხომ ეუნება, გახსოვთ, ჩვენ ვიცით რომ მოვა მესია და ის რომ მოვა ყველაფერს გვეტყვის საერთოდ ჩვენ უბედურებაში, ჩვენ განსასწრებში, ჩვენ პრობლემებში და მე ვარ შენთან მოლაპარაკე, ხო ეუნება უფალი? შენთან მოლაპარაკე, ანუ მის სიტყვას უნდა მოусმინო, მაგრამ ღმერთი თავად სიტყვა. აქაც ნახეთ, აი ჩვენ მაშინ რომ ნახეთ მერვე თავში, უთხრეს მას იუდეველებმა, ვინ ახარ შენ? წინა თავებში ჩვენ ნახეთ ეს და უთხრა მათ იესომ, მე ვარ ის, რასაც გელაპარაკებით. მხოლოდ ის, რასაც გელაპარაკებით. აი სიტყვა, ამიტომაც ითხრებს იოანე ღვთისმეტყველი, დასაბამიდან იყო სიტყვა. რომ სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოусმინო მის სიტყვას და აქაც იმას ეუნება. შენ გინახავს იგი, ვინც გელაპარაკება, ისა, შენთან მოლაპარაკე, ის არის მესია. ანუ მემრა, არამეულში მას ერქვა მემრა, ანუ სიტყვა იყო, ბერძნულში ხო ლოგოსია, არამეულში ასე მემრა, ადონაი, ასე ეძახდნენ. ანუ იმ გახსოვთ, მე გილაპარაკე წინა საუბარზე, იაჰვეს სახელს ხო ისინი არ გამოთქვავდნენ. ის 400 რო იწერებოდა სახე, თუ არ ამბობდნენ არადროს. და ერთ-ერთი მისი შემცვლელი იყო არამეული მემრა ადონაი. სიტყვა ღვთისა. ამიტომ ჩვენ არ უნდა გვეგონოს რომ იოანეს სახარებაში ლოგოსის ბერძნული ფილოსოფიიდან აიღო იოანე, მაგრამ იოანე ებრაელი იუდეველი კაცი იყო. მემრა ადონაი, ანუ სიტყვა ღვთისა, ადონაი არის უფალი და მემრა არის სიტყვა, ანუ უფლის სიტყვა არის ქრისტეს, ანუ ღმერთის, იაჰვეს ერთ-ერთი სახე, ანუ იესო ქრისტეს ერთ-ერთი სახე. ხოლო მან თქვა, წამს უფალო და თაყვანისცა მას. ნახეთ, თაყვანის სანიშნავს რომ დავარდა მის წინაშე მუხლებზე და თაყვანისცა მას. ნახეთ, აქ არის ძალიან საინტერესო ერთი დეტალი. მე 37 მუხლი ნახეთ, უთხრა მას იესომ, შენ გინახავს იგი, ვინც გელაპარაკება ის არის. შენ გინახავს, როდის ნახავ? როდის ნახავ? როგორ ნახავ მაროე? როგორ? ნახეთ, აი სიბრმავიდან რო გამოვიდა, მისი ხმა ხო ბრმამაც გაიგო. სიბრმავიდან რო გამოვიდა, აი ამ შემეცნების პროცესში იხილა მან ის, უნახავად იხილა. აი დღეს შენ ქრისტე როგორ იხილე მაგალითად? შენ ხო ის არ გინახავს თვალით. აი მისი სიტყვის მოსმენის პროცესში და ამ ფიქრის და შემეცნების ლოცვის პროცესში შენ იხილე. აი ამას ამბობს უფალი. კაც ჯერ ის არ უნახავს არასდროს, ხოლო ფიქრობდა იმაზე, რა დაემართა, რა მოხდა მის თავს და აი ამ შემეცნებაში კაცი, წინასწარმეტყველი, ღვთისაგან მოსული და ქრისტიანობა შენ გინახავს იგი. ანუ ღმერთის ხილვა სად არის? შემეცნების პროცესშია ღმერთის ხილვა და ბოლოს ჩვენ ხვდებით რომ ის არის ძეღმთისა ქრისტე მესია. გესმით? ხო საინტერესოა ძალიან ეს ადგილი. როგორ ნახა მან? აი ამ ფიქრში, ამ შემეცნებაში ნახა ის მან და ბოლოს დაინახა და დაეცა და თაყვანისცა მას. მე გაგახსნით ჩემი ცხოვრებიდან მინდა გაგიზიაროთ, აი მე როდესაც პატარა ვიყავი,
14-15-16 წლის სახში ქონდა ძალიან ლამაზი ხატი მაცხოვრის, იესო ქრისტეს ხატი ქონდა ძალიან ლამაზი და რო უყურებდი ხომე ამ ხატს, ხო მაშინ იწყება, ხო ეს ალბათ ღმერთმა მაშინ დამიძახა მე. ალბათ მაშინ მომიწვია ღმერთმა და დავიწყეთ ფიქრობ, ეს ხატს როგორ ჩემთვის ეკო ძალიან მშვენიერი ადამიანი. აი შემიძლია გავიმეორო, რომ ბრმა კაცი როგორც იყო, ისე ვიყავი ზუსტად მე. აი კაცი იესო იყო ჩემთვის ის. უყურებდი რა ლამაზი ნაკვთები აქვს მეთქი. რა ლამაზი ის აქვს მეთქი შესამოსელი. ეს კაცი იესო. შემდეგ აი როცა დავიწყე ლოცვა, ტაძარი, ღვთისმსიტყვის შესწავლა რაღაცა ფიქრობ, წინასწარმეტყველი იყო, ჩემთვის იყო რაღაცა განსაკუთრებული, იმიტომ რომ ის სიტყვები რაც მისგან მესმოდა მე, სხვაგან მე არასდროს არ წამიკითხავს. და ხვდებოდი რომ აი ამ სიტყვებში რაღაცა ღვთის სიტყვა. შემდეგ იქამდეც მივედი, მეც ასე ვფიქრობდი რომ ღმერთისგან არის მოსული, მაგრამ აი ქრისტე არის ბოლოს ძეღმერთი რომ იწამო შენ, ის რაღაცა იდუმალი შემეცნება, აი იქით უნდა მივიდეთ ჩვენ. ანუ მის თქმით და იცით რომ მეცხრე თავში რაც არის აღწერილი ამ კაცის თავს, ეს მოხდა ერთ დღეში, ხო? ეს არის შეკუმშული პროცესი ის ასე ჩვენ ყველა გავდივართ. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქულიო თავის რომ წერს სამრევლოს რომ აიო როგორც მშობიარე ქალის ტკივილებიო ისე მტკივაო სანამო ქრისტე არ გამოისახება თქვენშიო სანამ ქრისტე რას ნიშნავს სანამ მასიახი ანუ მესია მესიას ბოლომდე არ დაინახავთ ვინ არის ეს ტკივილიანი პროცესია ეს უცბად არ ხდება აი პავლე ამბობს რომ მე გიხსნით გასწავლით გაგიმარტავთ თქვენთან მოვდივარ თქვენ შორისა ვარ გესმის და აი მაგრამ რო უყურებ თქვენს ცხოვრებას აი მტკივა ველოდები აი როგორც ქალი ელოდება რომ სანამ გააჩენს ხო დაიბადება მისგან შვილი აი ასე ველოდები როცა ბოლომდე დაინახავთ ძეღმერთს მესიას ქრისტეს ანუ მასიახს ებრაულად და ბოლოს აი ბოლო მონაკვეთი ამით დავასრულოთ და თქვა იესომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თქვა იესომ განსასჯელად მოვედი ამ ქვეყნად რათა ბრმებმა იხილონ ხედველნი კი ბრმებად იქცნენ მე მოვედი მოვიტანე მსჯავრი ამ ქვეყნად ამბობს ქრისტე რათა ბრმებმა დაიწყონ ხედვა და ხედველნი დაბრმავდნენ ამას ჯერ კიდევ იესაია წინასწარმეტყველი მე-6 თავში ამბობს ნახეთ იესაია როცა აგზავნის უფალი თავის ხალხთან რას ეუბნება წადიო და უთხარი მათო უთხარი მაგ ხალხს სმენით მოისმენთ მაგრამ ვერ გაიგებთ ხილვით იხილავთ მაგრამ ვერ დაინახავთ უგზნობს გავხდი მაგ ხალხის გულს სასმენელს და უმძიმებს და სახედველს აუხვევ თვალებს აუხვევ რომ თვალით ვერ ხედავდეს ყურით ვერ ისმენდეს გულით ვერ ხვდებოდეს რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს იმ ხალხზე ამბობს ვინც ქრისტეს სიკვდილი გადაუწყვიტა აი ამ ბოროტების გამო როცა ჩემს ძეს მივავლენ მათთან და სიკვდილს გადაუწყვეტენ მას დავაყრუებ დავაბრმავებ რომ ვერაფერი დაინახონ ვერაფერი გაიგონ და არ მოიქცნენ და არ გადარჩენონ საინტერესო არის რომ ესაია ეკითხება როდემდე უფალო ისრაელი როდემდე დარჩება ბრმა უფალო ეუბნება ისაია ნახეთ რა პასუხი როგორია თქვა ისრაელი ხომ დღეს ბრმა ისრაელი დღეს ქრისტეს ვერ ცნობს და ვერ წინა საუკუნე 20 საუკუნო ისრაელი ვერ ცნობდა ღმერთს ხო დაბრმავებული როდემდეო ისაია ეუბნება ქრისტეს შობამდე მე-7 საუკუნეში თქვა ვიდრე ქალაქები უმკვიდროდ არ გადაშენდება სახლები არ გაუკასრიელდება და მიწა არ გაუდაბურდება გადახვეწავს ადამიანებს უფალი გადახვეწავს ებრაელებს თავის მიწიდან უფალი და დიდი უდაბურება დაისადგურებს ქვეყანაში აი ის რაც ისრაელს დაემართა გადახვეწა თავისი ხალხი მიწა და ისრაელი გაუდაბურდა დღეს რა ვამბობენ რომ ისრაელი ესე უდაბნოსავით რატომ არისო განა ასეთი იყო ისრაელი შემდეგ იგი ეს მომთაბარე ბედუინებმა რომ დაიკავეს ის ტერიტორია სულ გადაჭამეს მთელი ის ნათესები, ხეები, ტყეები, რომ ბედუინების ცხოვრება ესეთი ტყეები, საქონელი, ისრაელი ასეთი არ იყო. ისეთი სხვანაირი მიწა იყო ისრაელი. დღესაც ცდილობენ რომ ეს შეცვალონ და
ეს ირიგაციის და მოსარწყავის ყველაფერი შეცვალეთ. მაგრამ ნახეთ რა სამობს? გადავხვეწავთ ჩემ ხალხს, დავაგნოებო აი ამ დანაშაულის გამო. და ბოლოს, აი რამე 1800 წელს, აი 200 წლის წინ 5000 ებრაელი ცხოვრობდა ისრაელის მიწაზე. 5000. გაუბა, აღარ ცხოვრობდა იქ, თითქმის აღარ ცხოვრობდა იქ ებრაელი და შემდეგ დაიწყეს და დღეს უკვე მილიონობით 6 თუ 7 მილიონი თუ 8 მილიონამდე არიან ებრაელები, ზუსტად ახლა არ მახსოვს. ნახეთ, ეს უკვე წინასწარ უფალმა იცოდა რაც მოხდებოდა ისრაელში მისი ძის მოსვლის დროს. ეს რომ გაიგონეს ფარისევლებმა უთხრეს რა ჩვენს ბრმები ხომ არა ვართ? ჩვენზე ამბობ, მაგას ეუბნებიან ფარისევლები. განა ჩვენს ბრმები ვართ? უთხრა მათ იესომ ბრმები რომ იყოთ, ცოდვაც არ გეკნებოდათ. ახლა კი ამბობთ, ხედავთო და ცოდვაც თანა გაქვთ. ამბობთ, ხედავთო და ცოდვა რჩება თქვენთან. მე მინდა აი ეს ადგილი წაგიკითხოთ მიდრაშიდან, მიდრაში არის მათი ძველი აღთქმის განმარტება რაბინული, აი მე რომ გაიგოთ, რატო ეუბნება ამას ქრისტე. ეს არის სუფთა იუდაურ კულტურაში, იუდაურ აზროვნებაში ეს ყველაფერი ფესვგადგმული. ნახეთ, ერთია და ამით დავასრულოთ 58 თავის განმარტება მიდრაშიდან. 58 თავი იესაიას. ნახეთ, ხმამაღლა იყვირე, ესაიას ეუბნება ღმერთი. ხმამაღლა იყვირე, თავს ნუ დაიზოგავ, ბუკივით აღიმაღლე ხმა და გამოუცხადე ჩემს ხალხს მისი დანაშაული და იაკობის სახლს მისი ცოდვები. ნახეთ, ჩემ ხალხს ორი რამის ამბობს. ჩემ ხალხს მისი დანაშაული და იაკობის სახლს მისი ცოდვები. და კაცო, რაბი იეჰუდამო წერია მიდრაში. რაბი იეჰუდამო თქვაო, რომ რატო ამბობსო ამასო ასე უფალი ისაიას პირით. ჩემს ხალხს თავის დანაშაული, იაკობის სახლს თავისი ცოდვები. იაკობის სახლი ნიშნავს რას? იაკობის 12 ტომი, მთელი ისრაელი. რატო ამბობსო ამას? იმიტომ ებრაელები ესეთი კაი გაგებით ჩხირკედელა ხალხი იყო მაშინაც, ახლაც რომ ბოლომდე უნდა გამოეყოლიათ ეს წერილი, ხო? ნახეთ, რატო ამბობს? ამბობს, ნახეთ, ამ რაბი იეჰუდის განმარტება ასეთია. რომ ჩემს ხალხსო, გულისხმობსო, სწავლულებს, წიგნობრებსო, აი ვინც რჯული იცის, ვინც წიგნი იცის, მინაწერილი იცის. იმად გამოუცხადე ჩემი დანაშაული. და უთხარიო რომ ამას გულისხმობს რომ მათო რადგან სწავლულები არიანო, შემთხვევით ჩადენილი ცოდვაც კი განზრახ ჩადენილად ჩაეთვლებათ. გესმის? შემთხვევით ჩადენილსაც არ ვაპატიებ მათ. და ჩემს ხალხს, ან მთელს ისრაელს, ან უბრალო ხალხს, გლეხებს, აი რომელ ხალხს, ვისაც არის ნასწავლი, არ აქვს სწავლა იმდენი ცოდნა, იმდენი არ აქვს, იმათო თავის ცოდვები გააგებინეო და იმათო განზრახაც რომ ჩაიდინონ ცოდვაო, როგორც შემთხვევით ჩადენილს ისე ჩაუთვლიო. ამიტომო თქვაო რაბი იეჰუდამო რომ თხილად იყავიო სწავლასთან, რადგან სწავლულსო შემთხვევით ჩადენილიცო განზრახ ჩადენილად ჩაეთვლება ღვთის წინაშეო. გესმით? ამიტომ ისინი რო ამბობენ ჩვენ ვიცით, ამიტომ თქვენთან რჩება თქვენი ცოდვა ეუბნება ქრისტე. რო გეთქვა თქვენ რომ არის, აი ახსოვთ ნიკოდემოსი რომ მივიდა მასთან, ხომ გახსოვთ ფარისეველი ნიკოდემოსი, მესამე თავში რო განვიხილე ჩვენ. ეს ნიკოდემოსი როგორ მივა იცით? რჩევის სალაპარაკოთ მივა, აი ეუბნება რომ რაბი გამაგებინე, საიდან არის, საიდან გაქვს ეს ზავა, აი ნიკოდემოსი სხვანაირი ადამიანი, აქაც ჩანს და ქრისტეს რჩევებს ის უსმენს. ქრისტე დახე ესეც თქვას ეუბნება რომ ისრაელის მოძღვარი ხარ და ეგ არიცი? და ნიკოდემოსი კი არ ამის გამო კი არ შეურაცხყოფად კი არ თulis ამას და რაღაცა სხვას არა, უსმენს ნიკოდემოსი და ამიტომაც ნიკოდემოსი მისი მოწაფე ხდება ბოლოს, თუმცა თავადაც ფარისეველია. გესმით? და ესენი სწავლულები, წიგნობრები, რჯული ზედმიწევნით განმარტებლები და მცოდნები ჩვენ ვიცით და ქრისტე ეუბნება, აი ამის გამო რომ ამბობთ რომ ვიცით და კითხვა არ გებადებათ რომ იქნებ ცდებით, თქვენი ცოდვა ასმაგად მოგეკითხებათ, რჩება თქვენთან თქვენი ცოდვა.
ამიტომაც ჩვენს შორისაც ასე უნდა ვიცხოვროთ ჩვენ ხალხო, რომ ბოლომდე არავინ არაფერი არ იცის. ღმერთთან მიმართებაში ბოლომდე არავინ არაფერი არ იცის. სულ მუდმივად უნდა ერთმანეთს უსმინოთ, ბუტკრებით ვაგროვოთ ეს ცოდვა, რომ ღმერთი სულ ვისი ჩვილთა ბავშვთან, ჩვილთან, წოვართათა დაამტკიცე ქებაო. რასაც მომსგრძი რომ ღრმა ძუძუმწოვარ ბავშვებსაც კი შეუძლიათ ღმერთის დიდება. ანუ ეს რა შენიშნავს იმას, რომ საიდან გამოგიცხადებს ღმერთი იმას, შენ არ იცი. ამიტომაც სულ მუდმივად უნდა იყო მძებნელი, მოწაფე უნდა იყო ქრისტეში და უნდა თქვა, არ ვიცი უფალო და შემეწია ამ შემეცნებაში. აი ეს არის შობიდან ბრმის თვალის ახენის ამბავი, რომელიც ჩვენზეა ხალხო, ჩვენზე დაბადებიდან არავის არ შეგვიძლია ღმერთის დანახვა. შეუძლებელია. აი ისე ვიმასაო, დაბადებიდან ჭამა, სხვა რაღაც ინსტინქტები ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ ღმერთის შემეცნება დაბადებიდან არავის არ აქვს. ხომ ასეა, ხომ ეთანხმებით? თუ თვითონ ღმერთმა არ გამოგვიცხადა თავისი თავი და ღმერთმა არ აგვიხილა სულის თვალი, ღმერთს ვერავინ ვერ შეიცავს. ამიტომ ეს ჩვენგან კი არა, აი ბერძნული სამყაროს და ბიბლიას შორის რა განსხვავება ბერძნულ ფილოსოფიას და ბიბლიას შორის, იმიტომ რომ ბერძნები გონების ძალით ცდილობენ ჭეშმარიტებას მიცდოდნენ და ქრისტიანობაში ბიბლიაში ასეა რომ თავად ღმერთი გვიცხადებს თავის თავს და ჩვენი გონების სულის და მთელი არსების ძალით უნდა გავიგოთ ის რა გაგვიცხადა და შევიცნოთ იგი. ღმერთი გვიხელს სიბრმავის თვალს, სიბრმავეს ღმერთი ფანტავს ჩვენგან და ხედავთ მის ბრწყინვალე ნათელს, რომლითაც გასხივოსნებულია ვიცი სახეო? ქრისტეს სახე. ანუ ქრისტეშია მთელი ბრწყინვალება მამისა. ის არის ბრწყინვალება მამა ღმერთის. ამიტომ ქრისტე და მისი სიტყვა უნდა შევიცნოთ. მე ვარ ის, რასაც გელაპარაკებით, ამბობს ქრისტე. აი ეს არის მეცხრე თავის შინაარსი. კითხვები ხო არ აქვს იმეს? თუ არ და დავასრულოთ, კიდევ შემდეგ რამდენჯერმე მოусმინეთ და უკეთესად შეიმეცნებთ ამას. დაგლოცოთ ღმერთს. მადლობა